სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოგვიახლოვდა. კვარა თავისი პირველი ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს. ფინალში კი მილანის ინტერს დაუპირისპირდა. დრო დადგა მოვემზადოთ რთულად პროგნოზირებადი და დაძაბული ფინალისთვის. განახლებული ლიგის ფორმატი საინტერესო გამოვიდა რა? რას ფიქრობთ ამ ფორმატზე? რეფორმების და ინოვაციების შემდეგ ვიხილეთ გაცილებით მეტი ტოპ შეხვედრა და მეტი ინტრიგა. მთლიანობაში შედეგიანობას თუ გადავხედავთ, ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სეზონი გამოვიდა. საშუალოდ თითო შეხვედრაში 3.27 გოლი გადიოდა. სანახაობას და გულშემატკივართა კმაყოფილებას ფიქრობ არაფერი დაჰკლებია. იდეალურად დაბალანსებული და თანაბარი ნახევარფინალები ვიხილეთ. იქ არ ყოფილან გუნდები, რომლებიც იღბლის წყალობით ან გარემო პირობების გამოისობით მოხვდნენ ამ ეტაპზე. 4-ვე გუნდი მაქსიმალურად თანაბარი იყო. წინ კიდევ სუპერ არაპროგნოზირებადი ფინალი გვედის. გამოცდილი და ასაკოვანი ინტერი, ახალგაზრდული და სანახაობრივი პარის სენ-ჟერმენის წინააღმდეგ. ხო, სანამ გავაგრძელებთ, დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და ფინალის თქვენეული პროგნოზი კომენტარებში დატოვეთ. კვლავ განსხვავებული სტილების ორსაბრძოლა გველოდება. პირველი რისი აღნიშნვაც ღირს, ეს მეორე ფრანკო-იტალიური ფინალია ისტორიაში. პირველი მარსელი მილანი იყო, სადაც ფრანგებმა 1-0 იმარჯვეს. ჩემპიონთა ლიგის ფინალებს რაც შეეხება, უკვე 4-ჯერ ჩატარდა მიუნხენში და საკვირველად იმარჯვებდა გუნდი, რომელსაც მანამდე არასდროს მოიგო ტიტული. 1979 წელს ნოტინგემ ფორესტმა, 1993-ში მარსელმა, 1997-ში დორტმუნდმა, ხოლო 2012 წელს ჩელსიმ მოიგო. ინტერს უკვე 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული აქვს, ხოლო პარი სენ-ჟერმენს აქამდე არ მოუგო. მე არაფერს დავძენ, ფინალისტების შანსების განსჯა სტატისტიკის მოყვარულთათვის მომინდი. მორიგ ინტრიგა ტრებლის მისიის შესრულებას მივიჩნევ. ესპანელ სპეციალისტ ტრებლი აქამდე ბარსელონასთან ერთად აქვს მოპოვებული და თუ კიდევ შეძლებს იგივეს განმეორებას, მაშინ ისტორიაში მეორე მწვრთნელი გახდება მსგავსი მიღწევით. ორი განსხვავებული გუნდით ტრებლის შესრულება აქამდე მისმა თანამემამულე პეპ გვარდიოლამ შეძლო. ხო, კიდევ დღის წესრიგში პირველი ქართული ტრებლის საკითხიც დგას. ქუჩამ უკვე დაიპყრო საფრანგეთ, დაეუფლა შიდა ჩემპიონატს და თასს. დამატებით კიდევ მისი მიღწევების აქტივში მეორე სკუდეტოც შევიდა. მაგრამ სერია A-ს უაზრო რეგლამენტის გამო სამწუხაროდ მედალს ვერ მიიღებს. ამ მიღწევით ჟუაო კანსელურს შეუერთდა ერთ სეზონში მოპოვებული 2 ქვეყნის ჩემპიონობა. პორტუგალიელმა ლატერალმა ერთ სეზონში პრემიერ ლიგის და ბუნდესლიგის მოპოვება შეძლო. ახლა უშუალოდ შეხვედრაზე გადავერთოთ. ორივე გუნდს აქვს თავისი განსხვავებული სათამაშო სტილი და უნარები. ინტერის პირველი უპირატესობა ეს არის პრესინგის დაღწევის ალღო. ნერაძური ამ უნარით მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. როგორც არ უნდა სადონ მათი მოგუდვა შეთანხმებული მოძრაობის და ინდივიდუალობის ხარჯზე, მაინც აღწევენ თავს პრესინგს. ხან მოკლე პასების მეშვეობით, ხან ბარელას ჯადოქრობით, ხანაც ბასტონის მრავალმხრივი უნარებით. ბაიერნს და ბარსელონას რიგ შემთხვევებში გამოვიდათ ინტერის პრესინგით მოგუდვა, მაგრამ ზეწოლაზე დიდი ფიზიკური რესურსი დაიხარჯა. მსგავსი რიტმის შენარჩუნება მთელი მატჩის მანძილზე კი შეუძლებელია. ინტერის მეორე უპირატესობა ელვისებური კონტრშეტევებია, რომლებიც ვითარდება მაშინვე, როგორც კი გაარღვევენ მეტოქის პრესინგს. პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ეს იქნება აქტუალური, რადგან პარიზელთა დაცვის ხაზი მაღლა აწეული ასპარეზობს. ამაზე პასუხისმგებელი ლაუტარო და ტურამი იქნებიან. ეს დუო შესანიშნავად გრძნობს ერთმანეთს და იდეალურად შეუძლიათ ბურთის დაჭერა. ვილანერთან მონსტრი დენზელ დუმფრისიც აუცილებლად სახსენებენ. ჰოლანდიელის ამოფრქვევა ბარსელონას წინააღმდეგ ვიხილეთ. ფიქრობ, PSG-ს სამწვრთნელო შტაბი ამას აუცილებლად გაითვალისწინებს. ამ შემთხვევაში მას შერკინება მენდეშთან მოუწევს. აქამდე პორტუგალიელმა ყველა თავისი ოპონენტი სრულყოფილად გააუნებელდა. თუმცა დუმფრისი მენდეშს როგორც გაბარიტებით, ასევე ფიზიკურად აღიმართა. მოკლედ მარჯვენა ფლანგზე საინტერესო დუელი გველის. სავარაუდოდ ენრიკე მენდეშის გადაწყვეტას კვარას დაავალებს. როგორც გახსოვთ, არსენალის წინააღმდეგ ხვიჩამ დაცვით ფუნქციებს იდეალურად გაართვა თავი. ქართველმა როგორც საკას, ასევე ტიმბერის გაქრობა უზრუნველყო. ინტერის მესამე ძალას რეალიზაცია წარმოადგენს, რაც როგორც ბაიერნთან, ასევე ბარსასთან წარმოჩინდა. პრაქტიკულად ყველა რეალური შანსი თუ მაღალი XG-ის შემცველი მომენტი გოლად გადააკონვერტდეს. ერთი მხრივ გვეყოლება PSG, რომელიც უამრავ მომენტს ქმნის, თუმცა მასთან შედარებით ცოტა გააქვს. მეორე მხრივ ინტერი, რომელიც ქმნის არც ისე ბევრს, მაგრამ რეალიზაციის კუთხით თითქმის ყველაფერს გოლად გარდაქმნის. ინტერის მეოთხე უპირატესობა სტანდარტული სიტუაციებია. მეოთხედფინალში და ნახევარფინალში სწორედ ამ კომპონენტის ხარჯზე შეიქმნეს უპირატესობა. პარი სენ-ჟერმენმა უკვე გაიარა ერთი მსოფლიო ჩემპიონის სტანდარტებში. არსენალმა სწორედ ამის ხარჯზე საკმაო მომენტები შეუდგა. გაუტანეს კიდეც, თუმცა გოლი თამაშგარის გამო გააუგო. თუ გავიხსენებთ ასევე ასტონ ვილასთან შეხვედრას, იქაც სტანდარტიდან მიიღეს გოლი. ინტერის მეხუთე კომპონენტი თავდაცვა. ბარსელონამ და ბავარიამ შეძლეს გოლების გატანა, არაერთი შექმნილი შანსის ხარჯზე. მთლიანობაში ინტერის გატეხვა ურთულეს მისიას წარმოადგენს. განსაკუთრებით თუ იან ზომერის ბენეფისი იწყება. არსებითად მანვე მიიყვანა გუნდი ფინალამდე. არის კიდევ სხვა ძლიერი მხარეებიც, როგორიცაა გამძლეობა, გაბარიტები, გამოცდილება და ხასიათი. გადავიდეთ PSG-ს. ამ გუნდის უმთავრეს ძალას ელვისებური შემტევები და კარგად შეთამაშებული შემადგენლობა წარმოადგენს. როგორ კარგადაც არ უნდა იცოდოთ თავდაცვას, მათ მოძრავ კრეატიულ შემტევებს რთულია გაუმკლავო.
ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ ისინი თავის შანსებს პოულობენ, ან სტრუქტურული, ანაც ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე. და სწორედ PSG-ს მეორე ძალაა ინდივიდუალიზმი. ინტერი ბარსას შეხვედრას თუ გავიხსენებთ, იქ ინტერის მთავარი პრობლემა კრეატიული ინდივიდუალისტი იამალი იქ, რომლის წინააღმდეგაც ვერაფერი გააწვეს. ვერც ორმაგი, ვერც სამაგი მეურვეობის ბერკი. შედეგად ის ან თავად ქმნიდა შესაძლებლობებს, ან იზიდავდა მოწინააღმდეგებს და თავისუფლებდა საპირისპირო ფლანგს. პარიზელებს რაც შეეხება დაახლოებით იმავე ტიპის შემქმნელი ინდივიდუალისტები ჰყავთ. ხვიჩას, დემბელეს, ბარკოლას და დუეს სახით. უსმან დემბელეს რაც შეეხება იდეალურად მოირგო ცრუ ცხრიანი სროლი. თითქმის ყველა შეხვედრაში ქმნის მწვავე მომენტებს მოედნის სიღრმიდან. ასევე ბარკოლამ ახლახანს მარტო მოუგო თასის ფინალი რეიმს, ხოლო ხვიჩამ ასტონ ვილა მოარჯვია. არსენალთან და ლივერპულთანაც ჰქონდა თავისი შანსები, თუმცა იღბალი აკლდები. მესამე ოპციას უფრო ახალგაზრდული შემადგენლობა და ღრმა სათადარიგო სკამი წარმოადგენს. ამის აქტუალობა შეხვედრის მიწურულს დავინახავთ, როცა გუნდების ენერგია ამოეწურებათ. Plus PSG ბევრად თავისუფალი გრაფიკით მიდის ფინალამდე. ინტერს კი მძიმე კალენდარი დაემთხვა სეზონის ბოლოს. კიდევ ტოპ მეკარეების ჭიდილს ვიხილავ. დიან ზომერი, ჯიჯო დონარუმას წინააღმდეგ. მათი წლევანდელი გმირობები ყველას გემახსოვრებდა. ეს გუნდები რომ ფინალს თამაშობენ ამ ბიჭების დიდი დამსახურება. ცენტრში დაპირისპირებაც უნდა ვახსენოთ. ერთი მხრივ ბარელა, ჩალხანოღლუ, მხითარიანი, მეორე მხრივ ვიტინია, ნევეში, რუისი. სეზონის ორი გამორჩეული ნახევარდაცვის ხაზი საუკეთესოს გამოვლენას ეცდება. ზოგადად თამაშის სურათი პროგნოზირებადი და გასაგებია. PSG ეცდება დომინირებას, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებით და მომენტების შექმნას. ხოლო ინტერი ფიქრობ ტემპის დაგდებაზე და თამაშის თავისი კარიდან მოშორებით გადატანაზე კონცენტრირდება. კონკრეტულად საშუალო ბლოკის შენარჩუნებაზე გააკეთებს აქცენტს. ნელ-ნელა ბოლოსკენაც გადავინაცვლოთ. მიკერძოებული ვიქნები და ალბათ არც არავინ გამკითხავს ფინალში ხვიჩას და PSG-ს კომაგობისთვის. უზარმაზარი გამოცდილების მქონე ინტერი ენერგიული სანახაობრივი PSG-ს წინააღმდეგ. ოპ და სუპერკომპიუტერს თუ დავეყრდნობით, პარიზელები ტიტულის მოპოვების ფავორიტები არიან 53.4%. თუ კი გაცემულ ავანსებს გაამართლებენ, PSG ლიგის მომგები მეორე ფრანგული გუნდი გახდება მარსელის შენ. ინტერს რაც შეეხება მოგების ალბათობით დიდად არ ჩამორჩება. სიმონ ინძაგის გუნდის წარმატების შანსები 46.4%-ით ფასდება. ვიდეოს ბოლოს წარმატებები ვუსურვოთ ყვარას თავის პირველ ლიგის ფინალში. კომენტარებში თქვენილ პროგნოზებს დაველოდები, იმედი მაქვს, რომ ასაც დავინფასებ და არხის გამოწერას არ დაიზარდეთ. მოკლედ, სანახაობრივ ფინალს გისურვებთ. ახლა კი შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დროებით!